აიათოლა ალი ხამენეი და 40 ირანელი სამხედრო მეთაური ერთ წუთზე ნაკლებ დროში დავხოცეთ, აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. Როგორ დაიგეგმა ირანის რეჟიმზე თავდასხმა და ხამენეის ლიკვიდაცია. Wall Street Journal და New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკის დაზვერვა ხამენეის თვეების განმავლობაში აკვირდებოდა და ზუსტად იცოდა, რომ 28 თებერვლის დილასის საკუთარ რეზიდენციაში სამხედრო მაღალჩინოსნებს უნდა შეხვედროდა. ამავე ინფორმაციით შტატებმა საჰაერო დარტყმის დასაგეგმად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა. სამხედრო მოქმედებებისას 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 5 დაშავდა. ირანული რაკეტები ავიამზით აბრაამ ლინკოლნთან ახლოსაც კი არ მისულა, აცხადებს შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა. ირანის რევოლუციური გვარდია დღეს ამტკიცებდა, რომ ამერიკული ავიამზიდი დაბომბეს. თავად ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ ჩაძირა ირანული გემი ომანის ყურეში. აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს საქართველოში მცხოვრები ირანელებიც აღნიშნავენ. მეორე დღეა ისინი თბილისში ირანის საელჩოსთან იკრიბებიან და ისრაელ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო მოქმედებების შედეგებს ზეიმობენ. დაბადების დღის აღსანიშნავად ცოლსა და თანმხლებ პირებთან ერთად წასული კალაძე დუბაიში ჩარჩა. ინფორმაციას გამოცემა ტაბულა ავრცელებს. კითხვაზე იმყოფება თუ არა კალაძე დუბაიში, თბილისის მერიის პრესამსახურში მედიას უთხრეს, რომ არასამუშაო დღეებია და არ იციან სად არის მერი, თუმცა ამბობენ, რომ ის კონტაქტზეა.